მუშაობს. ამიტომ მოვუწოდოთ სამწუხაროდ დღემდე თბილისის საკრებულოს თბილისის მერის ურთიერთობები წესებდებოდა კანონმდებლობით, რეგლამენტით, ისეთი ფორმალობებით, რომელიც თბილისის საკრებულოს არ აძლევდა მყარ-ბერკეტებს ერთის მხრივ გაეკონტროლებინა აღმასრულებელი ხელისუფლების რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საბიუჯეტო თვალსაზრისით მოქმედებები, პულის ხარჯვის პროცესი და მეორეს მხრივ უფრო ეფექტურად გაეკონტროლებინა აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების საქმიანობა, პულის თბილისის მერის თანამდებობის პირებს. ამასთან ერთად ძალიან დიდი ჩემი მოსაზრებით და ჩემი ფრაქციის მოსაზრებით პრობლემაა, რომ საკრებულო არ მუშაობს ინტენსიურად პულის იმას, რომ არსებული რეგლამენტის მიხედვით თბილისის საკრებულო ვალდებულია თვეში მხოლოდ ერთ პროგრამას საკრებულოს ხელმა, რაც არაპროდუქტივის საბოლოოში თბილისის საკრებულოს მუშაობს. ამიტომ ჩვენ ქრისტიანი დემოკრატები, ჩვენი ფრაქცია გამოდიოდა წინადადებითი ინიციატივით, რომ თბილისის შესახებ კანონის მესამე ეტაპი შევითი ცვლილებები, რომლის თანახმადაც თბილისის მერის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები დაინიშნება თბილისის საკრებულოს წინაშე წარდგინებით და თბილისის საკრებულოს დამტკიცებით იმისათვის, რომ გაიზარდოს ერთის მხრივ კონტროლი თბილისის საკრებულოს როგორც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოში ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებზე და მეორეს მხრივ გაკონტროლდეს მათი მოქმედებები, მათი საჯარო აქტივობები. მე როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ჩვენი ფრაქცია მზადა ვართ, რომ დავუწყოთ კონსულტაციები როგორც თბილისის საკრებულოს უმრავლესობასთან, ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან, ასევე მომავალ საპარლამენტო უმრავლესობასთან, ანუ ქართული ოცნების უმრავლესობასთან. ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა ოლიმპიადაში ჩემი აზრით და ჩვენი აზრით არის ყოველგვარ აზრს მოკვლეული და უპრინციპო. ის ადამიანები, რომელსაც დაგეგმვა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სუვერენიტეტისიდან საუბარი მოქმედებები, ბუნებრივია ამ ადამიანის მიერ დაგეგმილი სპორტულ ღონისძიებებში ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენი დელეგაციამ მონაწილეობა